მარკო რუბიოს განცხადებით, შეერთებული შტატები უკრაინის სამშვიდობო მოლაპარაკების მიზნით მსოფლიოს მასშტაბით ფრენას და შეხვედრების გამართვას აღარ გეგმავს. ამერიკის სახელმწიფო მდივნის თქმით ისინი აკვირდებიან ცდილობს თუ არა რუსეთი ამ მოლაპარაკებით მხოლოდ დროის მოგებას. რუბიო აცხადებს, რომ ვაშინგტონი ცდილობს მიაღწიოს მშვიდობას, თუმცა უსასრულო მოლაპარაკებაში მონაწილეობას არ მიიღებს. თუკი რუსეთიც და უკრაინაც წარმოადგენენ ცეცხლის შეწყვეტის რეალისტურ შეთავაზებებს, მაშინ გვეცოდინება, რომ რეალური პროგრესი გვაქვს. შესაბამისად უნდა მოვიცადოთ, ახლა ვაკვირდებით, ცდილობს თუ არა რუსეთი დროის მოგებას. ამას მალე გავიგებთ, ჩვენ აღარ დავფრინავთ მთელი მსოფლიოს მასშტაბით, რომ შეხვედრები გავმართოთ. ერთი მხრივ ცდილობს ძალიან სისხლიან და დამანგრეველ ომში მშვიდობის მიღწევას, რაც მოთმინებას საჭიროებს, თუმცა მეორე მხრივ დასაკარგი დრო არ გვაქვს. მსოფლიოში ბევრი სხვა მნიშვნელოვანი რამ ხდება. არ ვაპირებთ უსასრულო მოლაპარაკებებში მონაწილეობას, უნდა დავინახოთ პროგრესი. ვფიქრობ, საბოლოო ჯამში ერთადერთი რამ, რაც ამ ჩიხიდან გამოგვიყვანს, პრეზიდენტ ტრამპისა და ვლადიმირ პუტინის პირისპირ შეხვედრა იქნება. პრეზიდენტმა საჯაროდ გამოთქვა ამის სურვილი. ამ წუთას ეს შეხვედრა ჯერ დაგეგმვის პროცესში არ არის, თუმცა პრეზიდენტ ტრამპს სურს ეს შეხვედრა შეძლების და გვარად მალე გაიმართოს.